მოგესალმებით აპოლინე სამყაროში და დღეს მინდა ძალიან გემრიელი რეცეპტი წარმოგიდგინოთ. მე მოვამზადე შავი ტყის ალუბლები და ეს არის ორიგინალი რეცეპტი, გერმანული რეცეპტი, რომელსაც ახლა მე თქვენთან ერთად მოვამზადებ. ახლა კი დარჩით ჩემთან და მოვამზადოთ ძალიან გემრიელი შავი ტყის ალუბლები. პირველ რიგში მოვამზადებ ბისკვიტს, რისთვისაც მჭირდება 8 კვერცხი, რომელიც არის გაყოფილი. 200 გრამი შაქარი, 220 გრამი ფქვილი, 1 შეკვრა გამაბღვიერებელი დაახლოებით 20 გრამი კაკაო, 1 ჩაის კოვზი დარიჩინი და რამოდენიმე წვეთი ნუშის არომატი. პირველ რიგში გავთქვიფავ ოთახის ტემპერატურის კვერცხის ცილას. დავიწყებ გათქვებას. და თქვეფის პერიოდში დავუმატებ შაქარს. გაგრძელეთ თქვეფა და უნდა მიიღოთ თეთრი მასა, რომელიც არის უკვე გაორმაგებული და საკმაოდ მყარი. როდესაც კვერცხის ცილა კარგად გაითქვიფება, დავუმატებთ ნელ-ნელა კვერცხის გულს. თან თქვიფეთ გამუდმებით. თქვევის პერიოდში მე ვუმატებ ნუშის არომატს, ეს მხოლოდ გემოვნებით. ახლა კი გამოვთავმე მიქსერს და განახებთ როგორ გამოიყურება გათქვეფილი მასა. უნდა იყოს საკმაოდ მყარი. როგორც ხედავთ, ესე გამოიყურება გათქვეფილი მასა. ახლა კი გადავიტან და დავუმატებ ფქვილს. ფქვილს დავუმატებ საცერის მეშვეობით. ჯერ გავატარებ საცერზე. ფქვილს, შემდეგ გამაბღვიერებელს, კაკაოს და დარიჩინს. დარიჩინი გემოვნებით. უნდა გაიცრას ყველაფერი, რათა იყოს უფრო მსუბუქი და ჰაეროვანი. შემდეგ კი ძალიან ფრთხილად ამოურიეთ სილიკონის კოვზის დახმარებით. ფრთხილად ისე რომ ჰაერი, რომელიც შიგნით შევადგებათ, გარეთ არ გამოუდევნოთ. როგორც ხედავთ, ძალიან ფრთხილად ურევ, ქვემოდან ზემოთ. ძალიან ფრთხილად, რომ მასა არ დავარდეს. მე წინასწარ მოვამზადე ჩემი გამოსაცხობი რგოლი, რომელიც მაქვს დაყენებული 26 დიამეტრზე. ახლა კი მე მასას გადავიტან ფორმაში, გადავასწორებ თანაბრად. მასა გათვლილია 26 დიამეტრის ფორმისთვის. შესაძლებელია 24 დიამეტრშიც რომ გამოაცხოთ. გადავასწორებ თანაბრად და მოვათავსებ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი. ყველა ღუმელი ინდივიდუალურად და ჩავართეთ ზედა და ქვედა წვა. ბისკვიტის დასანამად კი გჭირდება 100 გრამი შაქარი, 100 მილილიტრი წყალი და 100 მილილიტრი ალუბლის სპირტიანი სასმელი, რომელიც შავი ტყის ალუბლების ტორტში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ადლევს განსაკუთრებულ გემოს. შაქრის გადაწყლისგან მოადუღეთ სიროფი, როდესაც გადადგა დავუმატეთ შავი ტყის ალუბლების არაყი. შემდეგ გჭირდება ალუბლის კომპოტი. გჭირდება როგორც წვენი, ასევე თვითონ ალუბლები. გჭირდება აგრეთვე დაახლოებით 40 გრამი სიმინდის ახმებელი და 100 გრამი შაქარი. მე გადავწურავ ჯერ წვენს და გვაქვს დაახლოებით 350 გრამი ალუბლები. დავუმატებ
ცივ კომპოტს მე ჯერ შაქარს გავხსნი, კარგად და შემდეგ კი დავუმატებ სიმინდის ახამებელს, რომელსაც ასევე კარგად გავხსნი და გადავიტან შემდეგ ცეცხლზე. უნდა დავდგათ დაბალ ცეცხლს და ურიოდ გამუდმებით. ნენელა დაიწყებს კომპოტის წვენი შესქელებას და მივიღებთ ბოლოს პუდინგს. პუდინგი ოდნავ შეაგრილეთ და დავუმატეთ მორჩენილი ალუბლები. მოურიეთ კარგად, მაგრამ დიდხანს არ ურიოთ, ბოლოს კი დავუმატე კიდევ ლიმონის წვენი. მასა უნდა გააციოთ კარგად. როგორც ხედავთ, ჩემთან ბისკვიტი უკვე გამოცხვა, გაცივდა ძალიან კარგად. ახლა კი მოვაცილებ მე გამოსაცხო ფორმას, რაც შეიძლება ფრთხილად. და ესე გამოიყურება ბისკვიტი, რომელიც უნდა გავჭრათ ორჯერ. ბისკვიტი არც თუ ისე მაღალია. მოვაცილებ გამოსაცხობ ქაღალდს ფრთხილად, ისე რომ არ გავაფუჭო ბისკვიტი და ბისკვიტი უნდა იყოს აუცილებლად ძალიან კარგად გაციებული. გადავიტან სუფთა გამოსაცხო ფორმაზე და ჩემი საჭრელის მეშვეობით გავჭრი ორჯერ. უნდა გაჭრათ ისე, რომ ერთი ფენა უნდა იყოს ცოტა სქელი, ხოლო ორი დანარჩენი კი თანაბარი. ჩემთან ორი დანარჩენი ფენა გამოვიდა საკმაოდ თხელი. თუ კი თქვენ ეს ვერ შეძელით, შესაძლებელია რომ დაგჭირდეთ კიდევ ერთი ბისკვიტის გამოცხობა, მაგრამ არა მთლიანის, არამედ ნახევარი პორციის. ბისკვიტისთვის უნდა მოვამზადოთ კრემიც. ტრადიციულად შავი ტყის ალუბლების ტორტი მზადდება ნაღების კრემით. რისთვისაც გვჭირდება დაახლოებით 800 მილილიტრი ნაღები, 100 გრამი შაქარი ან გემოვნებით, შავი ტყის ალუბლების სასმელი გემოვნებით და მე ამჯერად ნაღების გასამაგრებლად გამოვიყენებ მცენარეულ აგარ-აგარს. რა კი ერთი შეკვრა აგარ-აგარი არის გათვლილი 500 მილილიტრ ნაღებზე, ამ შემთხვევაში გჭირდება 1/9 შეკვრა და გჭირდება აგრეთვე 200 მილილიტრი ცივი წყალი. მე გამოვიყენე დაახლოებით 15 გრამი აგარ-აგარი, რომელსაც მოვათავსებ მე ცივ წყალში და ერთი შეკვრა აგარ-აგარი, რომელიც იწონის 10 გრამს უდრის 1 შეკვრა ჟელატინს. მოვათავსებ ცივ წყალში, მოურევ კარგად. გადავიტან ცეცხლზე და ჟელატინისგან განსხვავებით აგარ-აგარი უნდა ვადუღოთ დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში. ასე მიიღებს ის მის ფუნქციას. როდესაც იდუღებს 2 წუთი, გადავდგავ და გადავიტან სხვა თასში, რომ მალე გაცივდეს. უფრო სწორად შეგრილდეს, ამასობაში კი მე გავთქვიფალ ნაღებს. ნაღები არის ჩემთან ცივი მაცივრის. გირჩევთ გქონდეთ დაახლოებით 800 მილilitrიდან 1 ლიტრამდე ნაღები, რათა გვჭირდება შემდეგ გარედან მოსართავადაც. ნაღებს მოვათავსებ ახლა მე ჩემს მიქსერში და დავიწყებ გათქვეფას. თქვეფის პერიოდში ნენელად დავუმატებ შაქარს. შაქარი დავუმატეთ თქვენი გემოვნებით. გათქვეფილ კრემს ამოვაკელით 200 ან 300 გრამი და გადადეთ გვერდზე გარედან მოსართავად. მოათავსეთ მაცივარში. თქვეფის პერიოდში დავუმატებ ვანილს, უფრო სწორად ვანილის ექსტრაქტს. და როგორც ხედავთ, ნაღები უკვე გაითქვიფა. ნაღები არ თქვიფო ძალიან დიდხანს, თორემ იქცევა შემდეგ კარაქად. კრემში დავუმატებ ალკოჰოლს და შეგრილებულ აგარ-აგარში მოვათავსებ დაახლოებით 2 ან 3 სუფრისკოს ნაღებს. ნაღებს გავხსნი კარგად აგარ-აგარში და შემდეგ ისე გადავიტან მთლიან ნაღების მასაში. მოურევ ფრთხილად, რომ ნაღები არ ამეჭრას.
კრები უკვე მზად არის. გაჭრილი ბისკვიტის ფენას მოვათავსებ ტორტის დასადებზე და სულ დაბლა ფენა უნდა იყოს შედარებით სქელი, ვიდრე დანარჩენი 2 ბისკვიტის ფენა. დავნამავ მოდუღებული სიროფით და ზედ მოვათავსებ შეგრილებულ ალუბლის პუდინგს, რომელსაც გადავანაწილებ მე ბისკვიტზე თანაბრად და როგორც უკვე ხედავთ, ნაპირს უტოვებ თავისუფალს. იგივე ალუბლების პუდინგი შეგიძლიათ მეორე ფენისთვისაც მოამზადოთ. აუცილებელი არ არის. გავუკეთებ ტორტის რგოლს და ზედ გადავიტან კრემის ნახევარს. კრემს გადავანაწილებ თანაბრად ზემოდან მოვათავსებ მეორე ფენას, რომელსაც ასევე დავნამავ და გადავიტან მორჩენილ კრემს. გადავასწორებ, რა თქმა უნდა, აქაც თანაბრად. ბოლოს კი დავადებ მესამე ფენას, რომელიც როგორც უკვე ხედავთ, იყო ბისკვიტის ძირი. გავასწორებ ხელით კარგად. და ტორტი უნდა მოათავსოთ ყველაზე ცოტა 4 საათი მაცივარში, ან მთელი ღამე. ჩემთან ტორტი იმყოფებოდა მთელი ღამე მაცივარში, ახლა კი მე ძალიან ფრთხილად მოვაცლი ტორტის რგოლს. და როგორც ხედავთ, ესე გამოიყურება ჩვენი ტორტი. ახლა კი ზემოდან მოვათავსებ მორჩენილ კრემს, რომელიც წინასწარ გადავინახეთ. გათქვეფის შემდეგ წავუსმევ კრემს ყველგან, წავუსმევ გვერდებშიც და ძალიან სუფთად გალესვა არ ჭირდება შავი ტყის ალუბლებს. შავი ტყის ალუბლებს გვერდებში უნდა მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი, რისთვისაც მე შოკოლადს გავხეხავ. ესეთი ბრტყელი საგნის დახმარებით მოვაყრი შოკოლადს. არ გირჩევთ, რომ შოკოლადი მოაყაროთ ხელით, რადგანაც ძალიან მალე დნება. ხელის სიმყურალის გამო შოკოლადი ძალიან მალე დნება ხელში. ამიტომ უმჯობესია გამოიყენოთ ესეთი რამე ბრტყელი საგანი. შოკოლადი უნდა გქონდეს ყველგან. მე მოვაყრი ნაპირებშიც. და შეიცადეთ, რომ იმუშაოთ რაც შეიძლება სუფთად. ბოლო შოკოლადსაც მოვაყრი, სადაც არის დარჩენილი ცარიელი ადგილი. ზედმე შოკოლადს კი ფუნჯის დახმარებით ისევ გადავიტან თეფშზე. შემდეგ კი მორჩენილი კრემით დავსვათ ესეთი ლამაზი ფიგურები, რისთვისაც მე ვიყენებ 5 კბილიან ვარსკვლავის ტორტის დასაკრემ თავს. რაც უფრო მჭიდროდ დააჯენთ, მით უფრო ლამაზია შემდეგ ტორტი. მაგრამ ამისთვის გჭირდებათ კრემიც.
შუაში მოვაყრინე შოკოლადს, რომელსაც დანის დახმარებით ესე ავაჭრი. ავაჭრი ძალიან თხლად. და გადავიტან ტორტის შუაგულში. თუ რამდენ შოკოლადს გამოიყენებთ, ეს არის თქვენზე დამოკიდებული. მე მქონდა დაახლოებით 150 გრამი შავი შოკოლადი. ზემოდან კი მოვალაგებ დაშაქრულ ალუბლებს. თქვენ კი შეგიძლიათ ცოცხალი ალუბალი გამოიყენოთ. მოვალაგებ ზემოდან კრემზე და არ გირჩევთ რომ გამოიყენოთ კომპოტის ალუბალი, რომელიც დროთა განმავლობაში კარგავს სითხეს და ტორტი არც თუ ისე ლამაზი შესახედავია შემდეგ. ბოლო ალუბალიც გადავიტანოთ და როგორც ხედავთ, ჩემი ტორტი უკვე მზად არის, რომლის გამოწყობაც არ არის რთული, უბრალოდ გჭირდება ცოტა მეტი დრო. ესე გამოიყურება ჩვენი შავი ტყის ალუბლები, რომელსაც მე ისე მოვათავსებ მაცივარში და შემდეგ უკვე დავჭრით თქვენთან ერთად. დავჭრათ ტორტი და ვნახოთ თუ როგორ გამოიყურება შიგნიდან. და როგორც ხედავთ, ესე გამოიყურება ტორტი და როგორც ყოველთვის ჩამოვჭერი არასწორად. მოსინჯეთ, გააკეთეთ. მე კი დიდ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ჩემთან ერთად იყავით. რეცეპტს დაგიტოვოთ როგორც ყოველთვის დაბლა ინფობოქსში. თუ მოგეწონათ, დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი იმისათვის, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეო რეცეპტები.